თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცემის იმიტაციაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. საქმე ეხება 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ პატიმარს შორის საკანში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტს, რის შემდეგაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშიც მოხვდა. სუსში მიმდინარე გამოძიების თანახმად ბაჩიაშვილმა ცემის ინსცენირება მოაწყო, რაშიც მას სწორედ გიორგი ქემოკლიძე დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით პენიტენციური სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს. გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩიაშვილის უფლება-დამცველიც. გამოძიება ინტერესდება, ჰქონდა თუ არა დავით ჯანდიერს ინფორმაცია ქემოკლიძისა და ბაჩიაშვილის შეთანხმების თაობაზე. გიორგი იდუკაშვილი გიამბობთ. დააფიქსირა პოზიცია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომელიც უკვე ბრალდებულია, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გიორგი ქემოკლიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი დღეს ოფიციალურად ადვოკატებთან ერთად გააცნეს. საგამოძიებო უწყება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ვერც-ერთ სხვა დეტალებზე, რაც შეეხება სხვა გარემოებებს, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ახლა შემიძლია რომ დაგიფიქსიროთ პოზიცია მისი, რომ ბრალსალეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამ ეტაპზე სხვა დეტალებს სამწუხაროდ ვერ გაგცევთ პასუხს სხვა დეტალებზე, ხოლო როდესაც ჩათვლის საჭიროთან, ჩვენ თავს საჭიროთან სხვა განცხადებები გავაკეთოთ, შემდგომში იქნება სხვა კომენტარი. საქმეში ფიგურანტი გიორგი ბაჩიაშვილისა და გიორგი ქემოკლიძის ადვოკატები მათ სავარაუდო დანაშაულებრივ კავშირზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. გამოძიების ვერსიით, ქემოკლიძემ პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ბოროტად გამოიყენა და პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილს ცემის ინსცენირებაში დაეხმარა. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, ქემოკლიძის ბრძანებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეო მასალა წაიშალა. ივნისში სავარაუდოდ ცემის ინსცენირებისთვის შესახლებული ორი პატიმრის ყოფნის პერიოდში ვიდეო მასალა არ იძებნება. როგორც გამოძიება ამბობს, მან კამერები გაათიშინა მოგვიანებითაც ივლისში ბაჩიაშვილის საკანში ახალი პატიმრის შესახლებისას. ცემის ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე. გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ხსენებულის შესანიღბად გიორგი ქემოკლიძემ მისდამი დაქვემდებარებაში არსებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს უბრძანა გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელი საკნისა და ამავე საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების გათიშვა. 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. აღნიშნული სამსახველი მტკიცებულების განადგურების მიზნით ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეო კამერების პირდაპირი რეჟიმით გადაცემის გამოსახულება. აღნიშნული მიზნად ისახავდა, რომ არ დაფიქსირებულიყო გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება იუსტიციის სამინისტროც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურამდე სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა გამოძიებას მიმდინარე წლის 11 ივლისს ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში კ მეტრეველსა და გ ბაჩიაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ხოლო გამოძიების გარკვეულ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი პირი, რომლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იქ დასაქმებული ასობით ღირსეული მოსამსახურის რეპუტაციას, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება აქტიურად გრძელდება. უწყებამ უკვე დაიბარა გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელთანაც უსაფრთხოების სამსახურს სავარაუდოდ კითხვები ექნება, ხომ არ იყო ჩართული უფლება-დამცველი ქემოკლიძესა და ბაჩიაშვილს შორის შეთანხმების პროცესში. დავით ჯანდიერი ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უპასუხებს.